აი ხმას გადავამოწმებ და დავიწყოთ. კარგი. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, ჩვენი გადაცემის დროა, ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. მოდით, გავასწორო ისე, რომ ცენტრში იყოს. აი, ახლა მე მგონი კარგია. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ერთი ფუნდამენტალური თემა, რომელიც არა უბრალოდ მოქალაქემ უნდა გაიცნობიეროს, რატომ აქტიურმა საღმა მოქალაქემ და არა ვიღაც ბელადების მადევარმა, იმიტომ რომ ამ სიტუაციების ცოდნა ჩვენ საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ ხელისუფლების პოლიტიკა, რამდენად ის სწორად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, რამდენად შეესაბამება იგი დროის მოთხოვნებს და თუ გნებავთ, რამდენად პროფესიულია იგი წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ხელისუფლების და მხარდაჭერა პირობითია. ხასუსამ თუ სახელმწიფო გინდა, თუ შენ გინდა რომ ეს ქვეყანა ვითარდებოდეს, შენ არ შეიძლება უჭერდე ვიღაცას მხარს უპირობად, ამას უჭერ, იმას უჭერ, შენ მხარს უჭერ იმ შემთხვევაში, თუ ის გააკეთებს ამას და ხალხის უდიდესი ნაწილი, დიდი ნაწილი მას აირჩევს, რომ მოდი გააკეთო ეს, რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია, მაგრამ ამ განწყობის ჯგუფს თუ მოიყვან ხელისუფლებაში, ესე იგი ის ეცდება ამის გაკეთება. როცა შენ ბრმად მისდე ვირეშმაკა ბელადებს, შენ ხუპავს საკუთარი ქვეყნის მომავალს და შენ ხარ აბსოლუტურად მცდარ გზაზე შემდგარი, რადგან შენი მხარდაჭერა ხელისუფლებებისადმი არის უპირობო. აგებული იმ უაძრობაზე, რომ სხვა მეტი არავინაა და ეს უფრო ნაკლები უარესია, ვიდრე ის. ეს არის ჩვენი ფონი. ეხლა კი მე მინდა გადავხედო ისტორიას, რამ ჩამოაყალიბა საქართველოში ლიმიტროფული აზროვნება, ანუ სასაზღვრო აზროვნება, ინგლისელებს აქვთ სიტყვა frontier, ანუ რუსები ამას როგორც პაგრანიჩნი ისე ხმარობენ, მაგალითად აზროვნებასთან მიმართებაში პაგრანიჩნე მიშლენი, მე მას გადავთარგმნი და ქართულ რეალობას სასაზღვრო აზროვნება. ანუ რომელიც უკიდურესი აზროვნებაა და რაღაცა შორის ავლებს ისეთ საზღვარს, თუ გნებავთ ურთიერთობების დონეზე, თუ გნებავთ კულტურის დონეზე, რელიგიის დონეზე, ესე იგი, ჩვენმა ისტორიამ ქართველებს და ჩამოუყალიბა ეს სასაზღვრო ლიმიტროფული გეოპოლიტიკური აზროვნება და თავად სახელმწიფო ჩამოაყალიბა ლიმიტროფულ სახელმწიფოდ, რასაც ხელს უწყობდა რეალური თუ გამოგონილი საფრთხეები, ამ რეალობის არასწორი აღქმა და ის, რომ ჩვენ მუდმივად შეხებაში მოვდიოდით შეუთავსებელ კულტურულ, რელიგიურ თუ მსოფლმხედველობრივ წარმონაქმნებთან, რომელთანაც ჩვენ ძალიან მძიმე ურთიერთობა გვეყალიბდებოდა. თუმცა
მე არ ვარჩევ რა იყო რეალობა ამ შემთხვევაში, რა იყო ისეთი რამ, რომლის თავიდან აცილება შეიძლება და ჩემი თემა არის სხვა რამ. ამ გეოპოლიტიკურმა აზროვნებმა ჩამოაყალიბა ის, რომ საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებელი არსებობა, თუ ის ვიღაცას არ მიეკედლა და თუ მას საზიძღარის სიტყვა, პატრონი არ ეყოლა, ხო? ეს ქართველების გამანადგურებელი სიტყვა, პატრონი, რომელიც იმ საშინელი ეპოქიდან რომ მოდის, რომელსაც პატრონყმობა ქვიოდა და რომელმაც შეცვალა ქართველი კაცის ბუნება უსაშველოდ დააკნინა და პატრონს გამოკიდებულ უმწეო არსებად აქცია, რადგან მისთვის დაიკარგა ის სოლიდარობა ერთმანეთში, რომელიც მათ თავის გატანის საშუალებას აძლევდა ძალიან საშიშ სიტუაციებში, იმიტომ რომ თუ ადამიანები ერთმანეთის გვერდს არ გრძნობენ და საკუთარ პასუხისგებლობას იხსნიან საკუთარ მომავალზე, დღესაც იგივეა, მაშინ ჩდება ის, ვინაც იცის შენ რა გჭირდება, შენი ოჯახი კარგად როგორ იცხოვრებს, ოღონდ შენ არაფერს არ გააკეთებ, თავარია მისდიო ამ ბელადს, ეს არის პატრონყმობა და მე ამას შემთხვევით ხაზგასმით არ ვამბობ. დიახ, ამ საზღვრულმა აზროვნებამ, ფრონტირულმა აზროვნებამ, ანუ ლიმიტროფულმა გეოპოლიტიკურმა აზროვნებამ ჩვენ გაგვიჩინა იმის აუცილებლობა, რომ პატრონი უნდა გყავდეს. ასეული წლები გავიდა ამ მენტალობაში და როდესაც გეოპოლიტიკური კოორდინატთა სისტემა შეიცვალა, არადა თუ სისტემის კოორდინატთა სისტემაში არ ხარ, არ აღიქვავ ამ სისტემას, არ აზროვნებ ამ სისტემის შესაბამისად, შენი აზროვნება რჩება წარსულში და შენ გექნება პრობლემები. ორი ასეთი უზარმაზარი, აი ტექტონიკური მასშტაბის ძვრები მოხდა უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში და საქართველოს აბსოლუტურად მე არ ვიტყოდი მოუმზადებელი, აბსოლუტურად მენტალურად დარჩა ყრუ იმ უზარმაზარი ცვლილებების მიმართ, რომელიც რეალობაში ჩამოყალიბდა. პირველი ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად ამ დაშლის შედეგად აღმოჩნდა ქართველების ხელში. ხას უსვამ. არანაირ წვლილზე არ შეიძლება საუბარი, რომ საბჭოთა კავშირი საქართველოს დაშალა, ან რომელიმემ დაშალა, 35 წელი მზადდებოდა საბჭოთა კავშირის შიგნით მისი დაშლა და საბოლოოდ გარედან არ დაშლილა საბჭოთა კავშირი, გარედან შეუწყვეს ხელი, რადგან მათი კონტროლირებადი ხალხი იყო ხელისუფლების სათავეში, მათ შორის დიდი ქართველი ბჭყალებში პოლიტიკოსი, როგორც იყო ედუარდ შევარდნაძე. მეორე, ასევე ტექტონიკური ხასიათის ცვლილება, რომელიც ჩვენში დაიწყო 2008 წელს, როდესაც ჩვენ იმის გამო, რომ წარმოდგენა არ გქონდა რა გეოპოლიტიკური სიტუაცია იყო ქვეყანაში, წარმოდგენა არ გქონდა ვინ ყავდა ხელისუფლებაში, რა ჯგუფი იყო ხელისუფლებაში, რომელიც წინვალე ტექნოლოგიით ისე გაგვიკეთეს, რომ მილიონიანი კუდით ავირჩიეთ ხელისუფლებაში, ჩვენ განვიცადეთ უდიდესი მარცხი, ჩვენ უსაშინლესად გავართულეთ ჩვენი პრობლემები, რომელიც ეხება საქართველოს მკვიდრ
ტერიტორიებს და ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობდა და ჩვენი ნაწილი იყო, პრობლემებზე ახლა არ ვსაუბრობ, ეს იყო აფხაზები აფხაზეთში და ოსები იმაში, რომელსაც ცხინვალის რეგიონი, თუმცა ალბათ უფრო სწორია სამაჩაბლო უწოდათ. რა მოხდა? 35 წლის წინ იყო სხვა კოორდინატთა სისტემა, როდესაც გამარჯვებული ბჭყალებში, არავითარი გამარჯვებული არ იყო, შეერთებული შტატები კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა სუპერდომინირებული სახელმწიფო, რომელსაც მოწინააღმდეგე არ ყავდა. როგორც კი ბალანსების სისტემა ირღვევა, როგორც კი წონასწორობა ირღვევა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და რომელსაც მე პროფესიულ დონეზე განვიხილავ იმ წიგნში, რომელსაც თამაშები ქვია, როგორც კი ის წონასწორობა ირღვევა, მაშინ ჩნდება პრობლემები და გავიდა 30 წელი და შეერთებულ შტატებს გაუჩნდა უზარმაზარი პრობლემები. დღევანდელი სიტუაცია, რომელიც აშკარად შეიცვალა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა დაიწყო უკრაინაში ის პროცესები, საომარი მოქმედებები და ეფუძნებოდა იმ წარმოდგენას, დღეს ამას სიტყვით იმეორებენ დასავლეთის ყველა ცნობილი გამოცემა, რომელიც მე თავს უფლება მივეცი 2022 წლის 24, 25, 26 თუ შემდეგ უახლოეს პერიოდებში ჩამომეყალიბებინა და მე თქვა, რომ მთავარი მიზანი იქნება რუსეთის განადგურება და არ გამოვა აქედან, მაგრამ მთავარი გეოპოლიტიკური შედეგი ამ დაპირისპირებაზე იქნება უვარგისი ნატოსა და უვარგისი ევროკავშირის წაშლა პოლიტიკური არენიდან. ძალიან ისეთ სიღრმეებში რომ არ შევიდე, რაშია ცვლილების ხასიათი. მოდი კიდევ ერთ დაზუსტებას გავაკეთებ და შემდეგ გადავალ. თავარი ის არის, რომ მე ვსაუბრობ ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. მე მინდა საქართველოს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა მას არაფერი გარდა ფორმალური ნიშნებისა დამოუკიდებელი სახელმწიფოსა არაფერი ეთყობა. ეს არის ფაქტიურად არ შემდგარი სახელმწიფო, საშინელი ხელისუფლებით, არანაკლები უარესი წინა ხელისუფლებით, იქ საერთოდ მონგრეული შევარდნაძის ხელისუფლებით, ხალხი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ისინი დროიდან ამოვარდნილი ხალხი იყო და ასე ეგონათ მათი პარტიული ბოსი, მარადიული იყო ამ ქვეყანაზე. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ მე ახლა ვისაუბრებ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მცირე და საშუალო ზომის სახელმწიფოების წინაშე გაჩენილ შესაძლებლობებზე და თქვენ ყველა გონება არ გაკლიათ დაკვირვების უნარი, ვიფიქროთ, სად არის ქართული სახელმწიფო. თავარი არის ის, რომ კოორდინატთა სისტემის შეცვლა გულისხმობს იმას, რომ ის დომინირებული სოფლიო პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა აშკარად დომინირებული სახელმწიფო, შეიცვალა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ძალთა ბალანსი გადანაწილდა. ანუ ერთპოლუსიანი სამყაროდან, როგორც ტრადიციულად ამბობენ, მეც ამას გავიმეორებ, თუმცა ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, მრავალპოლუსიანი სამყაროს კონტური ისახება და Core 5, ანუ C5, რაც ეხლა გააჟღერეს ამ ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა, ამის საუკეთესო მაგალითია, თუმცა იდეოლოგიით განადგურებული ეგრეთ წოდებული დიდი ანალიტიკოსები და
ვითომ ექსპერტები, რომლებიც პრიმიტიული ფობიებიდან ვერ გამოსულა, სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ. არ არის ჩვენთვის საინტერესო. მოხდა ის, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ერთი სახელმწიფო აღარ განსაზღვრავს გლობალურ პოლიტიკას, რეგიონალურ პოლიტიკას და ასე შემდეგ. 90-იან წლებში, 2000-იან წლებში პრაქტიკულად ერთი სახელმწიფო განსაზღვრავდა ამას. ამ ცვლილებებმა გამოიწვია ასევე საქართველოს ადგილმდებარეობის პოლიტიკური დატვირთვის შეცვლა. მე ვსაუბრობ სამხრეთ საქართველოზე, რომელშიც საქართველოა განლაგებული და სულ ცოტა 22 წელია საქართველოს დღევანდელ და წინა ხელისუფლებას არ უნდა ცნოს ის, რომ ეს სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოა და არა სადღაც უაზრობაში გაჩხერილი ევროატლანტიკურ ორიენტაციას, რომ იღებს, რაც გეოპოლიტიკურად არის შეუძლებელი, დღეს ეს აშკარად ჩანს და რატომ ხაზგასმით ვამბობ ამას. სამხრეთ კავკასიის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრად გადაქცევა, მაგრამ ეს მარტო არ არის, შუა აზია და ახლო აღმოსავლეთი, ეს არის სამი ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც უახლოესი 30 წელი, 40 წელი იქნება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი. აქ იქნება კონკურენცია, აქ იქნება დაპირისპირება და თუ თავარი მოთამაშეები ერთმანეთში გარკვეულ ბალანსებს მიაღნებენ, არ იქნება კონფრონტაცია. 2-3 საკითხი რჩება, რომელიც წინააღმდეგობის რანგშია, თორე რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები ყოველთვის უამრავ რამეში კონკურენტები იქნებიან. საქართველოს ხელისუფლებების იგნორირებამ იმ სტრატეგიული ადგილმდებარეობისა, რაც შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ დააყენა, არის ნომერ პირველი სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც პოლიტიკური გაუნათლებლობა და პოლიტიკური უპასუხისმგებლობა უდევს საფუძვლად, რადგან იმ ცნობილი ვარდების რევოლუციის შემდეგ, თუმცა შევარდნაძე იგივე იყო, არავითარი სხვაობა არ იყო, ჩვენ მარიონეტული ხელისუფლებები მივიღეთ, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა ღირებულებას არ წარმოადგენს, პოლიტიკა მათთვის არის მათი უფროსების მიერ შესრულებული დავალებები და ამ დავალებების შესრულებაში ისინი განსაკუთრებულად აქტიურობენ. სად არის აქ ყველაზე დიდი შეცდომა? ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ მცირე და საშუალო სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა რეგიონალური გახდა. რეგიონალური საგარეო პოლიტიკის წინა ხაზზე წამოწევა მსოფლიო პოლიტიკაში ამ სახელმწიფოებისთვის გააჩინა უზარმაზარი შესაძლებლობა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარებისა. რა შეიძლება იყოს ეს? ცხადია, ეს არის ეკონომიკა, ეს არის ტექნოლოგიები, ცხადია, ეს არის სამხედრო პოლიტიკური საკითხები, რომელიც დაცულობა, უსაფრთხოება გლობალურად წარმოდგენილი, ეს არის ქვეყნის დემოგრაფია და ასე შემდეგ. ნახეთ, მე იმიტომ ვთქვი დასაწყისში, რომ მე ვსაუბრობ შემდგარ სახელმწიფოებს. შემდგარ სახელმწიფოებს არ შეიძლება ჰქონდეთ სხვა მიზნები, თუ არა ეს საკითხები, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ, აბა რა გინდა, რა საჭიროა ხელისუფლება, რა საჭიროა სახელმწიფო, თუ მან დემოგრაფიას, იმიგრაციას, უსაფრთხოებას
ტექნოლოგიების განვითარებას, ანუ მეცნიერებას, განათლებას და ეკონომიკას სახელმწიფო პოლიტიკის წინა ხაზზე, ანუ ნომერ პირველ პოზიციაზე არაყენებს და მთელი თავისი საქმიანობით იღწვის ამ სფეროებში განსაკუთრებული წარმატების მისაღწევად. ხო და ამ შეცვლილ, მე უკვე საუბრობ 2025 წლის მდგომარეობით, ამ შეცვლილ მდგომარეობაში საქართველო არ რეაგირებს. საქართველოს სახელმწიფო უპირველესი ამოცანები, რაც მე ახლა დავახატე, არ აქვს. მას აქვს ჩაწერილი იდიოტიზმის დონეზე 78 მუხლი კონსტიტუციაში. მთელი 13 წელიწადია ევროპაში ღირსებით შესვლაზე და ნატოში გაწევრიანებას საუბრობს. არც ერთი მთავარი სასიცოცხლო თემა, რომელიც ამოძრავებს უბრალოდ ხელისუფლებას, რომელიც არ შეიძლება იყოს არაპასუხისმგებელი საკუთარი ქვეყნისა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ორი ხელისუფლება გვყავდა ერთმანეთზე უარესი, სადაც საქართველოს მომავალი არ არსებობს. საქართველოს მომავალი დაწყებული წინა, უფრო სწორად დაწყებული შევარდნაძის გადატრიალებიდან შემდგომი პერიოდის სამივე ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ საქართველოს დემოგრაფიული ცვლილების შედეგად მოხდეს ის, რაც მე წინა გადაცემაში კარგად ავხსენი, მიგრაციის შედეგად და იმიგრაციის გაძლიერებული ტემპების შედეგად და იმ ინიციატივებით, რასაც ხელისუფლება აქვს, საქართველოს გარეთ ყოფ ქართველებს წაერთმევა ხმის უფლება და თქვენ ნახავთ, რომ საქართველოში ამ მომრჩეველთა რიცხვი ზუსტად იმად მეტი იქნება, ვიდრე ის წინა 2024 წლის არჩევნებზე იყო. ესე იგი, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმის გამო, რომ მან შეძლო ხელისუფლების უზურპაცია, ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა. მას 2024 წლის არჩევნების შემდეგ არ აქვს ლეგიტიმაცია, ხაზს უსვამ, ვისაც გინდათ მოიტყვეთ თავი. ის აკეთებს იმას, რომ ძალაუფლება აქვს ხელში, ყველაფერს აკეთებს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, შესანიშნავად ახორციელებს იმას, რომ 100,000-ობით მიგრანტი შემოიყვანა და სულ არ აინტერესებს საგარეო პოლიტიკაში რა ცვლილებებია, ის მხოლოდ ეძებს გამოსავალს და კარგად ვერ ხედავს, სად გადაერჩინოს თავი. ანუ ლიმიტროფული აზროვნება არაფორმალურ მმართველს და დღევანდელ ვითომ ხელისუფლებას რო აქვს ისეთი უნდა. სად არის პატრონი, სად არის გამოსავალი, რომ საქართველოს რესურსების ვაჭრობის ხარჯზე მიღწეული იქნას ამ ხალხის უსაფრთხოება. ესე იგი, ხაზს უსვამ, გავიმეორებ. ეკონომიკა, ტექნოლოგიები, გლობალურად ეს არის მეცნიერება, ტექნიკა, განათლება, პლუს უსაფრთხოება, სამხედრო პოლიტიკური საკითხები, ეს არის დემოგრაფია და ეს არის იმიგრაცია. აი მთავარი. ამერიკის შეერთებული შტატები იმიგრანტების თემამ საფრთხე შეუქმნა. შეერთებული შტატების არსებობას იმიგრაციამ, უკონტროლო იმიგრაციამ საფრთხე შეუქმნა. საქართველოში უკონტროლო იმიგრაცია არა გვაქვს, ყველაფერი ხელისუფლების მიერ ბოლო კაცამდე კონტროლირდება და ყველაფერი შემოდის ისე, ვისაუბრე ამაზე არ მინდა, ყველაფერი კონტროლ ქვეშაა. 340 მილიონიანი შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა საშუალოდ ცუდია. თქვენ ალბათ ორიოდე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას განსაკუთრებით მან სომალელების წინააღმდეგ
გაილაშქრა და შეიძლება არაპოლიტკორექტულობა დამწანობა, მაგრამ არ მაინტერესებს. ამიტომ მას უნდა დაატოვებინოს ყველა და დაატოვებინებს. სხვათა შორის სომალის შემთხვევითი არ არის. მე დეტალს შეგახსენებთ. თუ გახსოვთ თქვენ ამერიკელებს სომალში ჰქონდათ ერთ-ერთი ოპერაცია, სადაც ამერიკის საუკეთესო სპეცნაზმა კატასტროფული ზარალი განიცადა, მათ შორის დაღუპული ხალხიც, რა თქმა უნდა, სომალელი მეომრები უსაშველოდ მეტი განადგურდა, მაგრამ აქ ათობით ადამიანის, ასეთი მომზადებული ადამიანის დაღუპვა თავისთავად იყო საგანგაშო. ამიტომ მე სულაც არ მიმაჩნია, რომ სომალელები ერთადერთი არიან ამერიკის შეერთებული შტატებში, რომლებიც ცუდად იქცევიან. მათ ფაქტიურად მინესოტა წაღებული აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ შტატის ბიუჯეტში 88%-მდე, როგორც ტრამპი ამბობს, მე არ მინახავს ამ შტატის ბიუჯეტი, თუმცა ამ შტატში კარგად ავარდნამყოფი ბევრი ადგილი მინახავს და ვიცი, რამდენად შეძლებული შტატია, ფაქტობრივად ამ მიგრანტების დახმარებაზე იხარჯა. ესე იგი, საქართველოს ხელისუფლება აცილებულია დროს. აცილებულია მსოფლიოში მიმდინარე უზარმაზარ ცვლილებებს, რომელიც გეოპოლიტიკას ეხება, მისი ორიენტაცია იგივეა, ამას გძნობს, თანაც ორიენტაცია აბსოლუტურად არასწორია. იმ ცვლილებების გამო, რომელიც საშუალო და მცირე ქვეყნებს გაუჩინა ამ უდიდესმა გადაწყობამ, გამორიცხავს ამ ქვეყნების მიერ თამაშს, პოლიტიკურ თამაშს ნულოვანი ჯამით. ანუ ვინმეს მიკედლების და სხვების წინააღმდეგ. არა და საქართველოს ყოველთვის ბოლო 700 წელია თამაშებს ნულოვანი ჯამით და კი იცით რა მდგომარეობა დაგვიდგა. ესე იგი, დავაკვირდეთ ერთ მაგალითებს მოგიყვანთ და ჩვენ შევადაროთ საქართველოს მდგომარეობა. მე მოგიყვანთ სერბიის მაგალითს, რომელიც ორ ცეცხლს შორისაა, იგი ევროპაშია და ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანება მისი ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ფაქტიურად ბუნებრივია, მაგრამ სერბები ამოვარდნილი არიან ევროპული კულტურული კონტექსტიდან. ისინი მართლმადიდებლები არიან, თანაც მაგარი მართლმადიდებლები არიან და მათ იციან, რომ თუ რუსეთთან გაწყვეტენ ურთიერთობას და დღევანდელ გლობალისტური ძალიან აგრესიული ელიტების ხელში აღმოჩენილ ევროპას მიენდობიან, მათი სახელმწიფოს პერსპექტივა ნული. ამიტომ გუშინ შესანიშნავი განცხადება გააკეთა ვუჩიჩმა, სერბიის პრეზიდენტმა, რაც ჩემს გადაცემებში თუ ჩემს ნაწერებში არაერთხელ გაგიგონიათ. სერბიას გააჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინტერესები, ის ვერ დადგება რომელიმე მხარის გვერდით ამ დაპირისპირებაში. ნახეთ, საფრთხემ აგრძნობინა ახალგაზრდა კაცს, უჩიჩი ახალგაზრდა კაცია, უჭკუო კაცი არ არის, საქართველოში ასე მოაზროვნე კაცი უბრალოდ არ არის, პოლიტიკაში არ არის, თორე ისე საკმაოდ არის და ის ამბობს, მე მხარე ვერ ვიქნებ. რაც ვუკიჟინებ მე ამ უბადრუკ ხელისუფლებას, საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა არის, არა ნეიტრალიტეტი ვერ გექნება. როდესაც სამხრეთ კავკასია მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების დაპირისპირების, ეს არ არის კონკურენცია, ეს არ არის კონფრონტაცია, მაგრამ ეს არის დაპირისპირება, შენ ნეიტრალიტეტს არავინ არ მოგცემს, არა გაღიარებს, თორე შენ შეგიძლია იძახო ნეიტრალური ვარო.
მე ვამბობ გონიერ პოლიტიკას, რომელიც უმაღლესი დონის პროფესიონალის მოითხოვს, რომელსაც ქვია მიუმხრობლობის პოლიტიკა. ეს სხვა რამეა. ეს აქტიური პოლიტიკაა და შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აძლევს საქართველოს საკუთარი ინტერესების გაძლიერების და ბევრი პრობლემის მოგვარების საშუალებას. საქართველოს ეს მიზნები არ გააჩნია, საქართველოს კი გააჩნია და ქართველ საღადამიანებს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას პირიქით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის პირდაპირ მტერი იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ინტერესების, დიდი ინტერესების, გვინდა სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოება, მზად ხართ ხელისუფლება, რომ დავჯდეთ და ვისაუბროთ ამაზე, სად ნატოში მიაღწევთ, ან სად მიაღწევთ კიდე ინგლისელებთან ერთად მიაღწევთ, არა წარმატებას, ხო დათარეშობს, ხო ინგლისის დაძვერვა საქართველოში და მათ შორის უამრავი გავლენის ქვეშ აყავს უკვე მოქცეული. ან საფრანგეთთან და მერცთან ერთად მეორე ნიშნულოვანი საკითხი. ქართველები ყოველთვის იყვნენ ისტორიულად გეოპოლიტიკური უმეცრები, არ არის მორიდების დრო. ეს უმეცრება გამოყვა დღესაც და საქართველოში იმას, ვისაც უნდა ცოდნოდა ეს, ვერაფრით ვერ ქონდა გააზრება დასავლეთი და კარგად არ ესმოდა, რომ შეერთებული შტატების სხვა გეოპოლიტიკური ინტერესების მატარებელი გლობალური მოთამაშეა და ევროკავშირს სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და თუ სიტუაციურად ისინი და გარკვეულად მენტალურადაც ახლოს არიან, სულაც არ ნიშნავს, რომ დასავლეთი ერთია. როდესაც მე ვაშინგტონში უშიშროების საბჭოში ვიყავი და ვესაუბრებოდი ძალიან ღონიერ ხალხს, უზარმაზარი დეპარტამენტის ექსპერტებს, ვინც საქართველოს და ხელმძღვანელს, ვინც საქართველოს მუშაობდნენ, მე მაშინ მკითხე, წარმოიდგინეთ, ახლა მე რო პარლამენტში ვიყავი, ეს იყო დაახლოებით 22-23 წლის წინ, ხო? მე ვკითხე მას. ჩვენ სიტყვით გეუბნებით, იმიტომ რომ ამას 3-4 კაცი მოწმეყავდა ქართველებიდან, ძალიან ცნობილი გვარები, უბრალოდ. მე ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი გახდა, მინისტრი და ასე შემდეგ. მე ვკითხე, დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და ჩვენი მთავარი მიზანი ამ სტრატეგიული პარტნიორობისა არის ის, რომ დაგვეხმაროთ შექმნილ მდგომარეობაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. და მე ვუთხარი შემდეგი რამ. ხას უსვამ, კარგად მიაქციეთ ყოველ სიტყვას. ჩვენ ქვეყანა სულ ვიყავით. მაგრამ სახელმწიფო ძალიან ცოტა ხანი ვიყავით. ეხლა ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არის ის, რის გამოც ჩვენ გვინდა ყველა არსებული პრობლემის გადაჭრა. აფხაზეთი არ არის ტერიტორია უბრალოდ. აფხაზეთი არის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი კულტურული პლასტი, სუბკულტურა, დიდ ქართულ კულტურაში ეს იგივე რაც იმერული სუბკულტურა, კახური, მეგრული და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ფანტასტიკური მრავალფეროვნების, მაგრამ ყველაფერი ერთად იძლევა იმ საოცრებას, რასაც ქართული კულტურა ქვია და მე დავუსვი პირდაპირ კითხვა, ძალიან მაღალი დონის ხელმძღვანელს. მითხარით, თქვენ და ევროპას გაქვთ სხვადასხვა მიზნები საქართველოში და კავკასიაში. კიდე გეუბნებით, დააკვირდით, როდის ვეუბნები ამას მე. რატომ აძლევთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალებას, როდესაც ჩვენ თქვენთან გვინდა
დაახლოება, გასაგებია რუსეთი რა იყო იმ დროს, როგორი სუსტი იყო და რამის მიწასთან იყო გასწორებული, ეს რატომ აკეთებთ ამას? ჩვენ არ გვინდა, რა გვინდა ევროკავშირი, კიდე გეუბნებით, რაში მჭირდებოდა ევროკავშირი, მე ევროპულ გარემოში აზრდილ კაცს, რომელსაც ქართული კულტურის შემდეგ მიმაჩნია, რომ დასავლურმა კულტურამ მე უკეთესი ქართველი გამხადა და ფაქტობრივად მუსიკა, ლიტერატურა, ხელოვნება, რა ვიცი, ყველაფერი ამაში ბავშვობიდანა ვარ მოხარშული, მე ვხედავდი რა უბედურება ჭირდა ევროპას 23 წლის წინ. თქვენ გონიათ მიპასუხა, როგორც ღრმა პროფესიონალებს ეკადრებათ, ძალიან ესეთი რო იყვიან ფაქიძად ჩაიღიმა და თება დავასრულეთ, იმიტომ რომ მე ერთ-ერთი ჩემს გვერდით მდგომი ცნობილი გვარი მეუბნება, გაოგნებული იყო, რომ ეს იყო რაღაც სასწაული სპიჩიო, ანუ საუბარიო, ხო? მე რატო გეუბნებით ამას? შენ პოლიტიკაში თუ შემოაბიჯე, შენ თუ პასუხისგებლობა აიღე და ფულზე დახამებული ნაძირალა გახდი, ამ ხელისუფლებაში ყოფნით არანორმალური ფული იშოვე, გაფუჭებული კაცი ხარ, გაფუჭებულ ოჯახში გაზრდილი და ეხლა რასაც მე ვსაუბრობ, არაფერი ამის მსგავსი არ გცხია და საქართველოს ფაქტობრივად ეკაჩები უბედურებისკენ. აი, ეს არის დღევანდელობა. ამიხსენით ეხლა ძალიან გთხოვთ, თითოეულმა თქვენთანმა საღმა ადამიანმა 1000-ობით და 10,000-ობით კაცი უყურებთ ამას. უდიდესი მადლობა, ჩემთვის ეს არის უზარმაზარი პასუხისგებლობა და მე არასდროს არ შეგაცვლევინებ აზარს, იმიტომ რომ მე ამ პოზიციას არ ვაკეთებ რაიმე ინტერესების გამო გარდა ჩემი ქვეყნისა. მე არაფერს სანაცვლოდ არ ვითხოვ. ეხლა მითხარით, დღევანდელ ხელისუფლებას რო უყურებ, დაწყებული არაფორმალური მმართველით, ის არის ხელისუფლება თუ არა, კობახიძე რა ხელისუფლება არის? შეცვლილ კოორდინატა სისტემას გძნობენ საქართველოს რომელი ნაბიჯი მოდის თანხმედრაში სახელმწიფოს მთავარ ინტერესებთან, რომლის გარეშე სახელმწიფო მტერია, ქვეყნისა დღევანდელი ქართული სახელმწიფო არის ქართველების მტერი, იმიტომ რომ უმოწყალოდ ერეკება ქართველებს აქედან. კიდე გეუბნებ, რა ტექნოლოგიებს და მეცნიერებას ავითარებს? ეს არის მომავალი საქართველოსი, ფანტასტიკური რესურსი ახალგაზრდების სახით. და იმ განათლების რეფორმას აკეთებს, რომლის მიზანია ჭავჭავაძის პროსპექტზე და პარლამენტში ეს განთავისუფლონ შენობები, რომ მე მიყიდიან ალბათ ვიღაცებს და სამაგიეროდ ქუთაისი ნამდვილად არის საუნივერსიტეტო ქალაქის ღირსი და ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მიზანი სხვანაირი უნდა იყოს. იქ საერთაშორისო რაღაც სიაფანტი უნივერსიტეტი როა, იქ უნდა გადავიდნენ ხალხი, რა სწავლობენ იქ? მანახეთ დისციპლინები, მანახეთ სპეციალობები, რომელიც სოფლიოში ყველგან ემსახურება სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს. თქვენ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის სანადლეოს დაგიდებთ, თუ წესიერად დამიჯდებით და მესაუბრებით ამაზე, გაინტერესებთ საერთოდ? სამეცნიერო ტექნიკური და საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი ინტელექტუალური, თქვენ რომ გაინტერესებდეთ ქართველი ახალგაზრდების გონება გახსნილობა, რომ გაინტერესებდეთ, თქვენ საოცარ რაღაცეების გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ დედაუტირეთ სახელმწიფოს. განადგურეთ, მოსწრეთ განათლება. ნახეთ უნივერსიტეტებში რა სპეციალობები ისწავლება. მე ახალგაზრდებს მივმართავ, მე ამას ლექციებზე ვასწავლი მაგისტრანტებს.
თქვი წინა გადაცემაში მგონი გავიმეორებ 2030 წლისთვის შრომის ბაზარი აბსოლუტურად შეცვლილი იქნება ლექციაზე მე უამრავი გამოკვლევა მომაქვს ბარამ საქმეებში ჩართული ყველაფერი სხვანაირი იქნება ჩემი ძალიან მაგალითს მოგიყვან ჩემი 13 წლის უმცროსი შვილიშვილი ნიკა ვერმა თქვენთაგან მაიცის რომელიც უბრწყინვალესი მოსწავლეა საკუთარი აზრით მივიდა იქამდე რომ მისი სპეციალობა და პროფესია იქნება ის სადაც ხელოვნურ ინტელექტს მისთვის არ შეუძლია რაიმე პრობლემის შექმნა ის რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნიკური საშუალება ხარს უსვამს თქვენ რო გონიათ რომ კითხავ აბა რა ვქნა ხა მიყვარდეს ეს თუ არ მიყვარდეს რა გავაკეთო ხა საწავიდე დღეს ამ იდიოტიზმის საფუძველი გაუნათლებლობაშია ქართველი ახალგაზრდების გაუნათლებლობაშია განათლებას ფასი არ აქვს ის სუპერ ფასეულობაა ზე ფასეულობაა განათლება თვითონ არის დამოუკიდებელი ფასეულობა და თუ თქვენ ამ განათლების მიღების შემდეგ პროფესიულ სიღრმეებში წახვალ განათლება და პროფესიონალიზმი ცოდნა ერთი და იგივე არ არის ისევე როგორც ნაკითხობა და განათლება ერთი და იგივე არ არის მაშინ თქვენ წარმატება გექნება ჩემი 13 წლის ძალიან ინტელექტუალური შვილიშვილი დამოუკიდებლად მივიდა იმ აზრამდე რომ მან იცის უკვე რა გახდება სადაც მასზე მინიმა რატომ არავითარი ხელოვნური ინტელექტი არ არსებობს პროგრამა ინტელექტი არის ის რაც გააჩნია ერთადერთ ადამიანს ეს ინტელექტი არის გადაუწყვეტელი ამოცანების გადაწყვეტაში სიახლის დანერგვაში და პროგრამის ფარგლებში თუ გნებავს თავისუფლების გარკვეული ხარისხი არსებობს პროგრამირებაში, როცა მას რაღაცის კეთება შეუძლია, მაგრამ ვერაფერს ის პროგრამის გარეშე ვერ გააკეთებს, არის დამხმარე საშუალება. საქართველოში რად გადაიქცა ხელოვნური ინტელექტი? ყოველ დღე ადამიანები ეკითხებიან რა ქნა და თქვენ გონიათ ესე იგი ჭკუის ნასახი არის ამაში. დიახ, მონაცემების დამუშავებაში, ინფორმაციულ უზრუნველყოფაში და ასე შემდეგ ეს ძალიან მაგარი საშუალება, მაგრამ ეს არ არის ინტელექტი, ეს არის მათემატიკური პროგრამა და მე სულ ცოტა ხანში გეტყვით როგორი იქნება გადაწყვეტილებები. მე ვაპირებ უნივერსიტეტში ცენტრის გაკეთებას, სადაც მანქანური სწავლება იქნება დომინირებული და ეს მანქანური სწავლება არის სწორედ ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი ეფუძნება, იმიტომ რომ ის მთავარი საგნები, რომელიც საფუძვლად უდევს ამას, მე ფაქტობრივად 2-3 საგანი წავიკითხე, არის კიდე რამდენიმე საგანი, რომელიც მე არ უნდა მოვკიდო ხელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოვძებნი საქართველოში და უახლოეს 1-10 დღეში მე გეტყვით რა ბედი იქნება ამ ცენტრის მომავლის. ესე იგი, გავაგრძელებ, მეცნიერება მკვდარია, განათლება მკვდარია, რასაც აკეთებს ეგრეთ წოდებული მთავრობა, ალბათ დაავალა ვიღაცამ, რომ გაყიდე ყველაფერი, გამოანთავისუფლება, ახლა განათლება სად ირბენენ, რაში იქნება ეს ყველაფერი. რა მნიშვნელობა, თავარია ფულს მოიტანებენ და დიპლომებს მიყიდი. შაურმის ბიზნესია, გინდა? შაურმა? მიხვალ გადაიხდი ფულს, ანუ მიაგნებ კარგი შაურმა, შეშაზე შაურმა, ამაზე შაურმა, იმაზე შაურმა, არაფერი მაქვს შაურმის წინააღმდეგ. უბრალოდ მაგალითად, ახლაც იგივეა, ვითონკა ინსტიტუტი, რეიტინგული, რომელი რეიტინგული, გეკითხებით, მითხარით ერთი, რომელი რეიტინგული. ესე იგი, მკვდარი, მეორე. სამხედრო პოლიტიკური
საკითხი. ძალიან ღერძული საკითხი. ეკონომიკაზე არ ვამბობ, ეკონომიკა რაც არის, ჩემტერს. მისი პერსპექტივა ნულოვანია. სამხედრო პოლიტიკური არის. სამხედრო კონცეფცია საკუთარი რესურსების შესაძლებლობისა და სტრატეგიის